გამარჯობათ მეგობრებო, დღეს მე შემოგთავაზებთ ჩემს საფირმო კოქტეილს, რომელსაც ქვია სულძაღლი მილიტარისტი. Დაგჭირდება სახში გამოხდილი არაყი, ცოტაოდენი კოკაკოლა, 3 ცალი ტყვია, ან 2 რა გემოვნებით, შეიძლება მეტიც იყოს, მაცივარში დავარგებული, გაყინული. და ფოლგა, 12 კალიბრიანი ვაზნა და სანთებენა. სანთებენა მუშა უნდა იყოს. მოკლედ ვიღებთ არაყს. ვასხავთ ჭიქაში. ცოტას ბევრი არ არის აუცილებელი გემოვნებით. ასევე თქვენი გემოვნებით უმატებთ კოკაკოლას. ბევრი არის აუცილებელი. ვიღებთ აი ამ მაცივარში დავარგებულ ტყვიას, დევჭით, ვანჯღრევთ. ეს ტყვია ცივია და სასმელსაც გააციებს. შეგვეძლო ყინული გამოვიყენებინა, მაგრამ ყინულის შემთხვევაში ყინული გაიხსნება შიგნით სასმელში და წყლის იმას მისცემს რა, წყალი შევაშინოთ, ამიტომ ვიყენებთ ტყვიას. შემდეგ ჩამოვცვალ ფოლგას, რომელიც წინასწარ დავხრეტილია, ანუ ვისაც ახლა ქეში გიყვართ გეცვდინებათ, მიხვდებით რა თემაც არის. ავიღეთ 12 კალიბრიან ვაზნას, შემოვჭრით. ლაგვიდან რეალურად არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რახან არის ჩანდაბას ვეწვავთ ცოტა. აი ასე. საფანს ჯიბეში ვინახავთ. ვიღებთ პიჟს ფრთხილი მოძრაობით აუცილებლად ვაცლით პიჟს, ეგრეთ წოდებულ სადებს, რაც მინდა ის დაუძახეთ. ესე უყრით ფოლგა დახვრეტილია, რომ შინ ბოლი ჩავიდეს და გემოები გაუჯდეს, უკიდებ ცეცხლს. დავსუნავთ. აი, აქაც ბოლი ჩამოვიდა. შეხედეთ როგორ ასდის. შევიგზნოთ არომაც, რომ გემრიელესია. ღვთაებრივი. ყველა სულძაღლ მილიტარისტს გაგიმარჯვოთ. იმდენი ტყვია წამალიფონეთ, რამდენიც კი სიამოვნებათ და იარაღის კანონი იდეალური ქვეყანაში. ყველაფერი ტარების, სროლის გადატანის უფლებით. მეტი საინტერესო კოქტეილისთვის გამოიწერეთ არხი.